თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე მოწმე ექსპერტი ნინო ბორაშვილი დაიკითხა და ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურორის მტკიცებით ამ ვიდეოებზე ბრალდებულები ჩანან. ერთ-ერთ კადრში ბრალდების მხარის თქმით ნიკოლოზ ჯავახიშვილია, რაზეც ადვოკატმა გუჯა ავსეჯანიშვილმა თქვა, რომ ექსპერტიზას ჯავახიშვილის იდენტიფიცირება არ მოუხდენია და ასე რომ წყობილიყო პიროვნება პიროტექნიკას ჰაერში ისვრის და არა დამიზნებით. კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც დღევანდელ პროცესზე იკვლიეს, პროკურორის მტკიცებით გიორგი გორგაძე და ირაკლი მიმინოშვილი ჩანან. მოცემულ ვიდეოზე განმარტება ადვოკატმა შოთა ფუთფერიძემ გააკეთა და თქვა, რომ ექსპერტიზაც კი არ არის ჩატარებული იმის გასარკვევად, მართლა ჩანან თუ არა ვიდეოზე მიმინოშვილი და გორგაძე. პროცესზე ადვოკატმა დააზუსტა ისიც, რომ ვიდეოზე სხვადასხვა პირის მიერ გადაღებული კადრებია წარმოდგენილი და მისი ავთენტურობა დადგენილი არაა. ვიდეო მასალების გამოკვლევამდე პროცესზე ექსპერტი ნინო ბორაშვილი დაიკითხა. მოწმემ საქმეში არსებულ ვიდეო მასალას ექსპერტიზა ჩაუტარა და დაადგინა, რომ მასზე ერთ-ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევია გამოსახული. სხდომაზე პროკურორმა მოწმეს კითხა, თუ საიდან დაადგინა, რომ კადრი დამონტაჟებული არ იყო. პასუხად ნინო ბორაშვილმა თქვა, რომ ვიდეოში პიროვნება მოქმედებებს ახორციელებს და ამ მოქმედებების დროს მონტაჟის ნიშნები არ არის. თუმცა მისივე თქმით, ვიდეოში რამდენიმე უწყვეტი კადრია შეერთებული. კითხვების დასმის დროს ადვოკატი გუჯა ავსეჯანიშვილი დაინტერესდა, დამონტაჟებული იყო თუ არა ვიდეო. მოწმის თქმით, ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა კითხვა, იყო თუ არა მონტაჟი ვიდეოზე, მაგრამ თუ დაისმებოდა, ის დასკვნაში ჩაწერდა, რომ მონტაჟისა და რედაქტირების კვალი ვიდეოზე არის. დღევანდელ პროცესზეც ფოტო-ვიდეო გადაღება, აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია დაშვებული არ იყო. მედია საშუალებებმა ახალი კანონით დადგენილი წესით იუსტიციის საბჭოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. საჯაროობის მიზნით ადვოკატებმა პროცესზე მედიის დაშვების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ის არ დააკმაყოფილა. 8 დაკავებულებიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5 გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.